მე ვფიქრობ, რომ ანექსიის პროცესი ალბათ დაჩქარდება, იმიტომ რომ ჩვენ მათ შორის თვითონ პუტინმა აღიარა გუნში გააკეთა თუ არ ვცდები განცხადება, რომ შესაძლოა დასასრულისკენ მიდიოდეს ომი და ჩვენ უნდა შევეკითხოთ ჩვენს თავს რა არის რუსეთის შემდგომი გეგმა, ხო, როდესაც ერთ დღეს დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი. მე ვფიქრობ, რომ ალბათ ერთ-ერთი შესაძლო განვითარების გზა ეს იქნება ის, რომ ის ტერიტორიები, რაც წაგლიჯა სხვადასხვა სახელმწიფოებს ომის გზით გასული უკვე რამდენი თითქმის 35 წლის მანძილზე რუსეთმა მათ ალბათ აქვთ ესეთი გეგმა, რომ შეიქმნას რაღაცა ახალი პოლიტიკური რეალობა აი ამ წაგლეჯილი ტერიტორიების, ასე ვთქვათ, ანექსიის და ინკორპორაციის გზით რუსეთის სახელმწიფოში, რომ ამითი მათ კონდეთ მათ შორის რაღაცა პოლიტიკური გზავნილი, ხო, საკუთარი მათ შორის მოსახლეობისთვის, რომ მათმა ომებმა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყნებში გამოიღო შედეგი, რუსეთის გეოგრაფია გაიზარდა და რუსეთის ტერიტორია გაიზარდა და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი უყურებენ მათ შორის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს დიდ სურათში, ხო, ანუ რა პოლიტიკური ამოცანების განხორციელება უნდა რუსეთს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ის საფრთხე, რომ გაღრმავდება ანექსიის პროცესი, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების, ეს არის ძალიან რეალური საფრთხე და სტრატეგია არის ალბათ რუსეთის. ოღონდ ჩვენ ამას დღეს სამწუხაროდ ვერაფერს ვერ უპირისპირებთ ერთადერთი მიზეზით, რომ გასული წლები, აი ეს რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდი, ჩვენ ვნახეთ, რომ სხვა სახელმწიფოებმა, რომლებიც ცდილობენ, რომ დაიცვან საკუთარი ინტერესები რუსეთისგან, გამოიყენეს საკუთარი დღის წესრიგისთვის და ჩვენ არ ვიცი მოისმინეთ თუ არა, რომ მაგალითად დღეს საუბარი იყო ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების პირობებში უნდა აისახოს სხვა პრობლემებიც გარდა რუსეთ-უკრაინისა და მაგალითად საუბარი იყო იმაზე, რომ მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანა შეიძლება შევიდეს დღის წესრიგში, ასე ვთქვათ, რა პირობებით არის მზად ევროკავშირი, რომ ესაუბროს რუსეთს. საქართველოს საერთოდ არსად არ არის. მაშინ, როდესაც სომხეთმა ფაქტიურად გზა გაიკვალა ევროპული ინტეგრაციისკენ, მაშინ, როდესაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა მშვიდობა დაამყარეს ამ ომის ფონზე და განამტკიცეს მათ შორის დასავლური საკუთარი კავშირები ამ მშვიდობის დასაცავად. ჩვენ ხელისუფლება, რომელიც გვესაუბრება, ესე იგი, რაღაცა წარმატებულ პოლიტიკაზე, რომელსაც ის თურმე აწარმოებს და უკვე 10 წლეულზე მეტია ამ ქვეყანას მართავს, მათი წარმატებული პოლიტიკა აისახება მხოლოდ და მხოლოდ დამატებით დაკარგულ ტერიტორიებში, აბსოლუტურად მოშლილ უსაფრთხოების ჩვენს, ასე ვთქვათ, გარანტიებში, რომელიც ფაქტიურად დღეს უფრო ნაკლები გვაქვს, ვიდრე გქონდა თუნდაც 10 წლის წინ და აისახება იმაში, რომ დღეს საქართველო არის სტრატეგიულ იზოლაციაში, იმიტომ რომ საქართველოს თქვენ მკითხეთ რა შეიძლება რომ გააკეთოს, ასეთ ვითარებაში საქართველოს მსგავსი ქვეყანა, გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა გქონდეს ძალიან ძლიერი საკუთარი თავდაცვის უნარი, რომელიც ჩვენ გასული 10 წლეულის მანძილზე ჩამოგვინგრიეს, მათ შორის თვითონვე დაიჭირა საკუთარი ყოფილი თავდაცვის მინისტრი კორუფციისთვის და დღეს სამხედრო თვალსაზრისით საქართველო არის ბევრად უფრო დაუცველი იმის ნაცვლად, რომ ჩვენ უფრო მზადყოფნაში ყოფილიყავით გამოწვევებისთვის. გარდა ამისა, სტრატეგიული კავშირები, რომელიც ჩვენ უნდა გაგვემტკიცებინა, დავკარგეთ. დღეს აღარც ამერიკის შეერთებული შტატებია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, დღეს ევროკავშირში ფაქტიურად პერსონა ნონ გრატად არის ქცეული დღევანდელი ხელისუფლება და უბრალოდ არავინ მათ არ ელაპარაკება და ყოველდღე ხედავთ რა გადაძახილი არის, ასე ვთქვათ, ფაქტიურად თავს ესხმის ევროკავშირს და იმ ბრიუსელის ეგრეთ წოდებულ ბიუროკრატიას, რომელიც დღეს სწორედ ზის და საუბრობს იმაზე, რა უნდა იყოს მომავალი ევროკავშირის ურთიერთობების და გამოიყენეს თავდასხმისთვის მილოცვაში ეს უკვე ესე გახდა ხვედრი ძალიან სერიოზული სამწუხაროდ, როდესაც შენ ხარ დაუცველი, როდესაც შენ ხარ სუსტი, როდესაც შენ გაქვს აბსოლუტურად ჩამონგრეული ფაქტიურად სახელმწიფოებრივი ინსტიტუციური სტრუქტურა, როდესაც შენ საერთაშორისო ასპარეზზე არასდროს არ ყოფილხარ ესეთი სუსტი, როგორც ხარ დღეს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, როდესაც შენ არ ყავს არც ერთი ძლიერი მეგობარი და არც ერთი ძლიერი მოკავშირე, ამ პირობებში ცხადია, რომ არაფერი სხვა, თავი რომ დავანებოთ, რომ მაგალითად არის თუ არა დღის წესრიგი ბიძინა ივანიშვილის, რომ ხელი შეუწყოს პირდაპირ მისმა რეჟიმმა ხელი შეუწყოს ანექსიის პროცესს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების, რომც არ იყოს ეს მათი დღის წესრიგი, ამ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის შედეგად დღეს საქართველო არის ისეთ ვითარებაში, როდესაც ჩვენ უბრალოდ
არანაირი ბერკეტები, მათ შორის დიპლომატიური აღარ დაგვრჩა იმისთვის, რომ ესეთ შემთხვევაში მოვითხოვოთ ძლიერი რეაგირება, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. სუსტი რეაგირება, აი რაღაც რეაგირება, აქ ძლიერ რეაგირებაზე აღარ ვსაუბრობთ, აქ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე მაინც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საგარეო საქმეთა მინისტრს ამ შემთხვევაში უნდა შეეძლოს, რომ აიღოს ტელეფონი და დაურეკოს მაგალითად კაია კალას და თხოვოს მას, რომ სასწრაფოდ გაკეთდეს ევროკავშირის განცხადება ამაზე. შეუძლია დღეს ბოჭორიშვილს კაია კალას დაურეკოს, რომელსაც ყოველდღიურად ძლავს. დღეს უნდა შეეძლოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს აიღოს ტელეფონი, დაურეკოს ბერლინში, პარიზში, ლონდონში, ვარშავაში, ყველა თავის მოკავშირეს, უთხრეს, რომ სასწრაფოდ არის გასაკეთებელი უმკაცრესი რეაგირება ევროკავშირის მხრიდან, ინდივიდუალურ რეჟიმში უნდა შეეძლოს დაურეკოს ვაშინგტონში, შესაბამის კოლეგებს თხოვოს, რომ ვაშინგტონის მხრიდან განხორციელდეს როგორც ასე ვთქვათ, საჯარო, ასევე არასაჯარო ზეწოლა რუსეთზე, ვინ არის დღეს ამისი გამკეთებელი? ის ხელისუფლება, რომელიც ყოველ დღე გამოშვებით თურქმენეთში დარბის, თურქმენეთი ვერ განახორციელებს გავს ზეწოლას და ვერც უზბეკეთი და ვერც ერთი სხვა ცენტრალური აზიის რესპუბლიკა, რომლებიც დატოვეს ამათმა ერთადერთ საკუთარ კონტაქტების, ასე ვთქვათ, ჩამონათვალში და სიაში და მათ შორის, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ თურმე რაღაცა, არ ვიცი, უნდათ რომ სტრატეგიული ურთიერთობები აღდგეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გვატყუებენ, რომ აი რაღაც პოტენციალი აქვთ, სად არის განახორციელოს შესაბამისი დიპლომატიური ძალისხმევა და ვნახოთ ჩვენ განცხადება თუ არის ამისი პოტენციალი, რატო ვერ ხედავთ დღეს ჩვენ შესაბამის დიპლომატიურ მოძრაობებს. ფაქტი არის ის, რომ ყველანაირი დიპლომატიური რესურსი ამათმა გაფლანგეს. ჩვენ დღეს ვართ აბსოლუტურად დატოვებული იზოლაციაში და მარტო და სამწუხაროდ სანამ ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას, რუსეთი ყველა სტრატეგიულ ამოცანას, რომელიც ამ ქვეყანასთან მიმართებაში აქვს, არის ეს ანაკლიის პორტის აშენების პროცესის გაუქმება, არის ეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაუქმება თუ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესის გაღრმავება, ყველა ამ ამოცანას რუსეთი აბსოლუტურად შეუფერხებლად ახორციელებს ამ ხელისუფლების პირობებში და ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ რეჟიმს, მოვა დრო, როდესაც მათ როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად მოუწევთ პასუხის გაცემა ქართველი ხალხისთვის, იმისთვის, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ამ კუთხით, რაც შეეხება ანექსიას ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების. რაზეც თქვენ საუბრობთ ახლა, აი ამ საფრთხის, რაც იზოლაციაში საქართველოს დატოვებამ განაპირობა, ამ საფრთხის რაღაცნაირად გაფანტვას დროდადრო სხვადასხვა საკითხებით ახერხებს ოცნება. მათ შორის ახლა არის უკრაინის ლიდერთან ხელის ჩამორთმევის საკითხი, იქ სატელეფონო საუბრის საკითხი, სხვათა შორის დღეს ითქვა ისიც, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მზად არის მოლდოვაში შეხვდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბოჭორიშვილს, თუმცა აქვე ვთქვათ ევროსკოპმა ჩაგვიწერა ჩვენ ეს კომენტარები, მან იმუშავა ადგილზე ამ კომენტარების ჩაწერისას და აქვე ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმაც გააკეთა კომენტარი, როგორ არიცავს საქართველოს მოსახლეობის ინტერესს ქართული ოცნება, მოგეთ იმდანაც ურთიერთგამომრიცხავია ეს განცხადებები, რომ ვერც ვიტყვით, რომ თქვათ უკრაინის განწყობა რაღაცა თვალსაზრისით დიდად შემოbrunებულია, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ინტერესი გაჩნდა. მოდით ჯერ ეს ინტერვიუ მოვისმინოთ და შემდეგ მინდა რომ ამისი ანალიზიც გთხოვოთ. ჩვენ გვინდა ახალი ფურცელი გადავშალოთ ჩვენს ქართულ პარტნიორებთან. ერევანში იყო ისტორიული შეხვედრა ჩვენს ლიდერებს შორის. გაცვალეს მოსაზრებები. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ასეთი კონსტრუქციული დიალოგი. უახლოს მომავალში მოლდოვაში მექნება შეხვედრა ჩემს ქართულ კოლეგასთან. ასე რომ გვინდა სათანადოდ მოვაგვაროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დიპლომატიური კურსი. ჩვენი ხალხი, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს ამას. დიახ, არსებობს სენსიტიური საკითხები ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში, მაგრამ მზად ვართ წინ წავიწიოთ. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები 2008 წლის შემდეგ, თითქმის 20 წელია. და რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი იმსახურებს მომავალს, რომელიც ეფუძნება თავისუფლებას და იმ ღირებულებებს, რომლებიც თავად აირჩიეს. სამწუხაროდ მოქმედი მთავრობა საკუთარი მოქალაქეების ინტერესებს არ წარმოადგენს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველებს და იმედი გვაქვს, რომ შეიძლება მომავალი გქონდეს. მოდით ერთად ვიმუშაოთ ამისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად იმუშაოს საკუთარი ხალხის თავისუფლების დასაცავად, მაგრამ დრო მაჩვენა, რომ საქართველო დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყანაა და არ სურს რუსეთის არსებობა და ყოფნა საკუთარ ტერიტორიაზე. მოდით პირველ რიგში უკრაინის საკითხი განვიხილოთ. უდგება სერიოზულად ზელენსკი როგორც ჩანს ამ ახალ
შესაძლებლობას, რომელიც თვითონვე გააჩინა, ხო? ჩვენ ყველა ვნახეთ და სასწრაფოდ სხვა შორის კობახიძე მოსთხოვა, რომ ჩემი ინიციატივა არ ყოფილა ეს აქტივობა, მისი მხრიდან იყო ინიციატივა გამოჩენილი. რა არეალს მოიცავს ეს შესაძლო გადაატვირთვა უკრაინასთან, რაც ჩვენ ყველას ალბათ გაგვიხარდება. მოდი პირველ რიგში მე ვიტყვი, რომ აქაც უნდა ვამხილოთ ქართული ოცნება მის ტყუილებში, იმიტომ რომ შენ თუ არ გაქვს სურვილი ორმხრივი ურთიერთობების რაღაც გაუმჯობესების, არავინ არ გიშლის ხელს, რომ უარი თქვა შეხვედრაზე და გააგრძელო ლანძღვა, ასე ვთქვათ, და თავდასხმა უკრაინის ხელისუფლებაზე, როგორც ამას აკეთებდა კობახიძე წლების მანძილზე. რეალობას მე ცოტა სხვანაირად ხედავ. მე პირველ რიგში ხედავ იმას, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დინამიკა მიდის აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ იმის, რის მოლოდინის ჰქონდა ივანიშვილს და მე ვფიქრობ, რომ დღეს ივანიშვილისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ როგორმე გამოვიდეს იმ საერთაშორისო იზოლაციიდან, რომელიც მოსდევს არა მხოლოდ იმას, რომ მან ასე ვთქვათ საქართველოში დემოკრატიული სივრცის გაუქმება გადაწყვიტა, არამედ პირველ რიგში მოსდევს იმას, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ძალიან ნათლად ჩაეწერა რუსეთის, ასე ვთქვათ, რუსული დროშა აფრიალა საკმაოდ მაღლა და წარმატებით და ჩაეწერა რუსების მოკავშირეების სიაში. დღეს მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილისთვის პიროვნულად და მისი ინტერესებიდან გამომდინარე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ როგორმე გამოვიდეს აი ამ მდგომარეობიდან. ეს რამ გააჩინა ეს ახალი ფაქტორები? აქამდე თუ მას ეს არ აწუხებდა რუსეთის რაღაცა ტიპის მარცხი, ხეცხრამა ისე როგორც აღნიშნეს, ამან ბევრი ნიშანი მისცა ივანიშვილის ტიპის ადამიანებს. ხო, შევხედოთ სად არიან რუსეთის მოკავშირეები დღეს, მათი პოლიტიკური მოკავშირეები სხვა ქვეყნებში, რომელ მათგანს ხვდა ბედად რაიმე სახის წარმატება, ხო? და მეტიც ჩვენ ხედავთ, რომ ლუკაშენკოც კი იმ ფონზე, როდესაც ხედავს ბელარუსი, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ძალიან ძიმეთ მიდის, სულ უფრო ფრთხილად პოზიციონირებს, იმიტომ რომ მაგალითად რუსეთს შეიძლება ძალიან უნდა რომ ბელარუსი ჩაერთოს პირდაპირ გამოიყენოს მის ტერიტორია ომისთვის, მაგრამ ხედავთ, რომ არ არის ხო, ასე ვთქვათ, ბოლომდე საკუთარი სუვერენიტეტის დასათმობად ვზად, იმიტომ რომ ყველა ხედავს, რომ თუ რუსეთ-უკრაინის ომის, ასე ვთქვათ, საბოლოო ფაზა წავა იმგვარად, რომ დაზიანდება პუტინის რეჟიმი, ყველა მისი მოკავშირე შესაბამის ფასს გადაიხდის და გასული წლების მანძილზე მათ შორის ორბანი, რა თქმა უნდა, იყო მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, სიმპტომატური და ძალიან ხელშესახები დანაკარგი, ხო, ყველა პუტინისტისთვის და მათ შორის ივანიშვილის რეჟიმისთვის. ამიტომ დღეს დისტანცირება გარკვეულწილად ამ ასე ვთქვათ, საერთაშორისო კალიბრიდან, რომელშიც განათავსეს ივანიშვილი, როგორც პუტინისტური რეჟიმი, იმისთვის არის მნიშვნელოვანი. უკრაინა ამ თვალსაზრისით და უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება გადამწყვეტი თუ, ასე ვთქვათ, თუ არა ყველაზე გადამწყვეტი, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სიტყვა იქნება საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომ პირველ რიგში ვისაც სჭირდება უკრაინასთან ურთიერთობების გადატვირთვა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, არავინ არ მოატყუოს ქართველი ხალხი და ამიტომ ხედავთ, რომ სხვანაირად იქცევა დღეს მისი მარიონეტული რეჟიმი. რაც შეეხება უკრაინას, უკრაინასაც ცხადია აქვს თავისი ინტერესები, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საუბრობენ საქართველოსთან ურთიერთობებზე, ევროკავშირის ინტერესი არის რა, რომ საქართველო სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში და ყველა აცნობიერებს იმას, რომ საქართველოში დემოკრატიული გადატვირთვის გარეშე და ახალი პოლიტიკური რეალობის გარეშე ჩვენ არანაირი შანსი არ გვაქვს არათუ ევროკავშირში გაწევრიანების, არამედ მათ მოუწევთ ეტაპობრივად, ფაქტიურად შეიძლება ითქვას, დავკარგოთ ჩვენ ის, რაც უკვე გვაქვს მიღწეული. უკრაინას თავისი დღის წესრიგი აქვს ამ ვითარებაში, მის ინტერესებში შედის, რა თქმა უნდა, ერთი, რომ რაც შეიძლება მეტი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო რუსეთის სამეზობლოში არ იყოს მოაზრებული როგორც რუსეთის პირდაპირ მოკავშირე და განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში, იმიტომ რომ მთელი რიგი საკითხებია, რომელიც უკრაინამ უნდა გადაჭრას, რაც შეეხება, ასე ვთქვათ, შავი ზღვის რეგიონში ახალი რეალობების შექმნას, მათ შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით ახალი პროექტების განხორციელებას, რომელშიც, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი მდებარეობის გამო ძალიან მნიშვნელოვან როლს უნდა თამაშობდეს. და აქ ზელენსკი შეიძლება რომ ილუზია ქონდეს, რომ აი ამ თვალსაზრისით შესაძლოა
რამენაირად ოდნავ მაინც სანდო პარტნიორთან სამომავლოდ შეიძლება კონდეს მას საქმე? ანუ რაზე თulis ის, როდესაც ხელს არ თმევს კობახიძეს? თulis იმაზე, რაზეც ასე თქვა ამ საკითხზე პირველ ნაწილში ვისაუბრე ივანიშვილის პირად ინტერესებზე, ხო? ანუ და პუტინის ვითარება დაუდგა იმგვარად, რომ ივანიშვილის პირადი ინტერესი დაემთხვა რაღაცა საკითხებში თანამშრომლობის ინტერესებს, რომელიც აქვს დღეს უკრაინას, მაშინ იქ შეიძლება რომ შედგეს რაღაცა ტიპის თანამშრომლობა. ოღონდ მე უბრალოდ საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ კიდევ ერთხელ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, როგორი რეჟიმი მართავს დღეს ქვეყანას, რომ სახელმწიფო ინტერესი კი არ არის. ჩვენი სახელმწიფო ინტერესი იყო, რომ ჩვენ მათ შორის ამ ურთულესი გასული წლების მანძილზე ჩვენ ასე ვთქვათ, შეგვექმნა ისეთი ვითარება, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოგვეხდინა გარღვევა მაგალითად ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. როდესაც უკრაინამ ხარი დაუჭირა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს, რა ლოგიკით და ასე ვთქვათ, რა ლოგიკით დაუჭირა? სწორედ იმ ლოგიკით, რომ მათი იციან, რომ საქართველოს როგორც ევროკავშირის ნაწილი არის მათ შორის უკრაინის ინტერესებშიც და არა იმიტომ, რომ რაიმე ილუზია ჰქონდათ ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში. დღესაც მე ვფიქრობ, რომ იგივე დინამიკაა, რომ არსებობს გარკვეული პროექტები, რომლის განხორციელებაც არის რეგიონალურ ინტერესებში და ჩვენს საბოლოო ჯამში თუ ივანიშვილს მოუწევს თანამშრომლობა, რაც უფრო მეტად მოუწევს ივანიშვილს თანამშრომლობა დასავლეთთან თუ უკრაინასთან. კონკრეტული საკითხების თუ კონკრეტული პროექტების გარშემო, საბოლოოდ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს აქედან მხოლოდ მოიგებს, ამიტომ დახოთ დავაკვირდეთ, ჯერ ძალიან ადრეა, ასე ვთქვათ, პროგნოზირება, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ეს დინამიკა საბოლოო ჯამში საერთოდ წაგვიყვანს, მაგრამ მე აპრიორი მათ შორის იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა, ვინც რაღაცა ცოტა ეჭვის თვალით უყურებს, ხო, რომ ეს რას ნიშნავს. მე მინდა ვთქვა, რომ ჩემი შეფასებით ნებისმიერი პოზიტიური დინამიკა, რომელიც შეიქმნება უკრაინასთან ურთიერთობებში, საბოლოოდ საქართველოს დღის წესრიგში შედის, იმიტომ რომ დღეს განუყოფელი არის ჩვენი ინტერესები, რაც შეეხება რუსეთის დამარცხებას, რაც შეეხება რუსეთისგან დამოუკიდებლობის განმტკიცებას რეგიონის ყველა ქვეყნის და რაც შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციას და ამ თვალსაზრისით რაიმე პოზიტიური დინამიკა თუ შეიქმნება, ეს იქნება ქვეყნისთვის მხოლოდ პოზიტიური. ნახოთ, ასე ვთქვათ, სკეპტიციზმი არის აბსოლუტურად რაციონალური, ეს ყველაფერი რით დასრულდება, მაგრამ დღეს რაციონალური ახსნაც არსებობს ამ ურთიერთობების გადატვირთვის, ასე ვთქვათ, ლოგიკის ორივე მხრიდან, როგორც ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, ასევე უკრაინის ხელისუფლების. მადლობა სალომე სამანდაშვილი.